მე-12-13 საუკუნის ისტორია ყველაზე ცუდად არის ალბათ შესავლილი საქართველოს ისტორიის მონაკვეთებიდან, იმიტომ რომ მთელი რიგი მიზეზების გამო საბჭოთა პერიოდში იყო მცდელობა ამ პერიოდის საქართველოს სტატუსისა და მნიშვნელობის დამდაბლების წარმოაჩენდნენ რეგიონალურ სახელმწიფოდ, რეგიონალურ ლიდერად და რა თქმა უნდა ვერ ბედავდა ეთქვა რომ იმ პერიოდის საქართველოს იყო სოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. ანუ მე-12 საუკუნის დასაწყისიდან მონღოლების გამოჩენამდე 1220-იან წლებამდე საქართველოს ეჭირა ის სტატუსი მსოფლიო პოლიტიკაში, რაც თქვათ მე-20 საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებს, მე-19-18-ში დიდ ბრიტანეთს, მე-17-ში ნიდერლანდებს, მე-16-ში პორტუგალიას. ანუ თქვათ თავის დროზე რომის იმპერიას ან ბიზანტიის იმპერიას. მართალია შესაძლოა 100 წელი არც ისე დიდი იყოს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურად მსოფლიოში იყო პირველი ქვეყანა, ეს უეჭველი ფაქტია და ამას ვერავინ ვერ გაექცევა. შესაბამისად, თუ ამ თვალსაზრისით არ შევხედავთ ამ პროცესს, ამ პოლიტიკას და არ განვიხილავთ, თქვათ, პრობლემატიკას აი ამ კუთხით, უეჭველი ვერ გადაურჩებით შეცდომას. ერთ-ერთი ყველაზე დიდებული დასტური საქართველოს პირველობის არის დღემდე შემონახული ეგვიპტის სულთნების, სხვათა შორის სალადინის შემდგომდროინდელი სულთნების წერილები საქართველოს მეფეებისადია და არა მარტო მეფეების, არამედ თქვათ ერისთავების, უხუცესების, ანუ ამის სპასალარების, მანდატურთ უხუცესების და სხვათა მიმართ და საიდანაც ჩანს თუ როგორ მოგვიხსენიებენ. მაგალითად, ძალზედ ხშირად გვხვდება ესეთი ტიტული, რომელიც გამოქვეყნდა ძალიან პატარა ტირაჟით, მაგრამ ფართო მაყურებელმა ისტორიის მოყვარულმა საზოგადოებამ ნაკლებად იცის. აი პირდაპირ ესე მოიხსენიებენ, თქვა მე-13 საუკუნის დასაწყისში საქართველოს მეფეს. მეფე იმპერატორი ავგუსტუსი და ამ შემდეგ ყველაფერი. აფხაზიისა, რაშიც იგულისხმება სრულიად საქართველოს, შაქისა, რაშიც იგულისხმება შირვანი და ანუ აზერბაიჯანის ტერიტორია, ალანიის, რაშიც იგულისხმება მთელი ჩრდილოეთ კავკასიას ეწოდებენ რუსთა და რუმთა. ანუ მთელი რუსული სივრცის იმპერატორად და მთელი რუმთა, ანუ ძველი რომაული სივრცის. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ბიზანტიური სივრცეც და ზოგადად საქრისტიანოც. ყოველთა ქრისტიანთა უმაღლეს მმართველს, რა თქმა უნდა, ყველგან მეორდება, როგორც თავად ჩვენი მეფეების ტიტულატურაში, ყოვლისა დასავლეთისა და აღმოსავლეთისა თვითყრობელობით ყრობელი, რაც ნიშნავს თარგმნილია ძველი რომაული ტერმინიდან ავტოკრატორი, რაც იყო სწორედ იმპერატორის აღნიშნული უმთავრესი ტერმინი და აქვე არის, რა თქმა უნდა, ტიტულები, რომ ყოველთა მუსულმანთა უმაღლესი მფარველი, თქვათ, ყველარჯულის ადამიანის შემწე, მთავარი რა არის, რომ სრულიად საქრისტიანოს უზენაეს იმპერატორად მიაჩნიათ საქართველოს მეფეები, მოყოლებული დავით აღმაშენებლიდან გიორგი ბრწყინვალის ჩათვლით. სხვათა შორის ეს შემკობა ეგვიპტის სულთნებისგან საქართველოს მეფეების თვით მონღოლთა ბატონობის ხანაშიც კი გრძელდება. იმდენად დიდი იყო პრესტიჟი საქართველოსში და შემთხვევით არ არის მარკო პოლო რომ წერს, რომ ბაღდადში იქნება თუ დამასკოში ქართველებს უჭირავთ უზენაესი მდგომარეობა და როგორც ეთყობა მათ რაღაც ნაწილს აწყობთ მონღოლებთან თანამშრომლობაო, თორე ჯერ ერთი ნახევარი საქართველო ისედაც თავისუფალია და გარდა ამისა არანაირი ძალა არ აქვთ მონღოლებს და ვერც ექნებათ რომ ქართველები ყავდეთ მორჩილებაშიო. ამას მოგზაური მარკო პოლოც კი წერს. ყველაფერი ის რაც თამარის ეპოქაში მოხდა, ავი თუ კარგი, იმ დროს, როდესაც საქართველო მართლაც და იყო ყველანაირი პარამეტრით მსოფლიოში პირველი და ევროპელი მოგზაურები თუ ზღვაოსნები შავ ზღვაში კარგ ამინჩი ცურვისას, როგორც ერთ-ერთ ჯვაროსნულ ქრონიკაში არის, თამარ მეფის სადიდებელს გალობდენო და ამითი უხდიდნენ მადლობას უფალს, რომ კარგი ამინდია შავ ზღვაზეო. აი, როდესაც ესეთი განწყობა და სიტუაცია იყო, იქ რა თქმა უნდა მთელი რიგი პრობლემებიც არსებობდა. ის პრობლემები, რომელმაც შემდგომში განაპირობა, ვთქვათ, საქართველოს ფაქტობრივად უომრად კრახი მონღოლებთან და ასე შემდეგ. და
აი ამ ყველაფრის მიზეზი, იმ სიტუაციის გაანალიზების მიზეზი, ჩვენ დავით აღმაშენებლის გარდაცვალების დღიდან უნდა დავიწყოთ. ამოსავალი წერტილი არის დავით აღმაშენებლის ანდერძი, რომელშიც მან დაწერა, რომ მე ტახტს უტოვებ ჩემზე კარგ ვაჟკაცს, თანამედროვე ქართულით რო თქვა, ჩემ შვილს დემეტრეს, მაგრამ თუ გივარგებს ჩემი მცირე ვაჟი, მცირეწლოვანი შვილი ცვატა, ეს იგივე ვახტანგი, მაშინ მას დაუთმოს ტახტიო. სხვათა შორის პირად ქონებას დავით აღმაშენებელი მთლიანად უწოვებს თავის მცირეწლოვან შვილს და ხახულის ღვთისმშობელს და არა ტახტის, ასე ვთქვათ, მემკვიდრედ იმ მომენტისთვის გამოცხადებულ დემეტრეს. რატომ? იმიტომ რომ სათანადო რესურსი ვახტანგს და ეკლესიას ჰქონდეს, რომ საჭირო შემთხვევაში დემეტრე ჩაანაცვლა. აშკარად ის არ ემდობა დემეტრეს პოლიტიკურ გემოვნებას და ეს ჩანს ანდერძის ბოლო აბზაცში, როდესაც ესეთ რამეს უბარებს დემეტრეს, რომ მიწანი უმამულონი, ანუ ის მიწები, რომლებსაც არ ყავს თქვა კონკრეტული მეფედან მფარველი, ისე განკარგე და ისეთი სტატუსი მიანიჭე თანამედროვე ქართულით რო თქვას, როგორც გადაგიწყვეტს კათოლიკოს იოანე და არსენი ყალთოელია. რომელ მიწაზე შეიძლება ყოფილიყო ჯერ ერთი ამას შევეხოთ საუბარი. ესეთი უმამულო მიწა რა თქმა უნდა იყო შემოერთებული სომხეთი. იმიტომ რომ იქ მართლ დინასტია არ არის, უმამულო ვერ ჩაითვლება შირვანი, იმიტომ რომ შირვანშაჰები დავითის შვილიშვილები იყვნენ და შირვანი ისედაც რომელიც ეთნიკურად წარმოშობით კავკასიური იყო და ძალიან მონათესავე იყო ქართველების, ჩააბარა ჭყონდიდელს, სიმონ ჭყონდიდელს ამართავად, მას დაუქონდება რა მანდატურები და დაიწყო შირვანის გაქრისტიანების პროცესი. და თუ შირვანი გაქრისტიანდებოდა, შირვანი რა თქმა უნდა ერთიანი ქართული სივრცის განუყოფელ ნაწილად გადაიქცეოდა. დემეტრემ რაქთა შირვანში ჯერეს დაამთავრა. ის ნაწილი რაც გაქრისტიანებული იყო დატოვა საქართველოში, ხოლო მეორე ნაწილში თავისი დის შვილი დასვა შირვანშაჰად. და რატომ? იმ დროს შიდა ოპოზიციასთან ყოველთვის ერთგულ მოკავშირედ ყოლოდა შირვანელთა ჯარი. ამიტი მან ხელი შეუშალა შირვანელების ქრისტიანობის დაბრუნებას, რაც რა თქმა უნდა არასწორი იყო, ეს არც გეოპოლიტიკურად, არც წმინდა კავკასიური ასე ვთქვათ, ერთიანობის იდეისთვის არ იყო სასარგებლო, მაგრამ მის პირად ინტერესებში ჭდებოდა. და რა თქმა უნდა, როგორც დემეტრემ თავის დროზე და მერე მისმა შვილმა გიორგიმ, შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტისას არაერთხელ გამოიყენეს შირვანი და შირვანელები. ერთმა თავის დისშვილი, მეორესთვის მამიდაშვილი, ბიძაშვილები იყვნენ შირვანშაჰი და გიორგი მესამე. ანალოგიური არასწორი ქმედება ჩაიდინა განჯასთან მიმართებაში. განჯა იყო ერთადერთი, ანუ ძველი ქართულით განძა, ის ისლამური ქალაქი, რომელიც დავითს არ შემოერთებია უშუალოდ და იმთავითვე დატოვა ყმადნაფიცად, რას ნიშნავს ყმადნაფიცი ქვეყანა. გიხდის იმაზე მეტ შეიძლება, რასაც ჩვეულებრივი ოლქი გადაგიხდიდა, რომელიც შენ შემადგენლობაშია, ოღონდ თავისი მმართველობა აქვს, თავის სამართლით მართება, ეს არის ავტონომიურობა. იმიტომ რომ განძა იყო ისლამური და განძის ტერიტორიაზე ეს ყოფილი მის სიახლოვეს არსებობდა ბარდავი. ჯერ კიდევ გორგასლის დროს სპარსული ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, მერეც არაბების თავმოყრა თუ შემდგომში სელჩუკების ყველაზე მეტად აქ ხდებოდა. რა თქმა უნდა, მათი ძალით ასიმილირება იყო წარმოუდგენელი და დაუშვებელი და ის უნდა ყოფილიყო ავტონომიური და თავისებური და მეტიც. თუ ის იქნებოდა, თქვათ, ერთგვარად ეთნიკურ და რელიგიურ თვითყოფადობა შენარჩუნებულ დაცული ავტონომიური კუთხე კავკასიაში, ეს იქნებოდა ხიდი, კარგი სავიზიტო ბარათი დანარჩენ ისლამურ სამყაროსთან საკონტაქტოდ, კარგი სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად და საერთოდ დობის გასაღვივებლად. მაგრამ 1028 წელს მოხდა მიწისძვრა განძაში და დაზიანდა დემეტრე პირველმა ილაშქრა მიწისძვრით დაზარალებული ქალაქი ააწიოკა. მამაკაცები მონებად გაყიდა, გაძარცვა პირწმინდად ქალაქი. ამ ქალაქს ჩამოხსნა კარიბჭე, ჩამოკიდა გელაჩი დღემდე კიდია და ეს ფაქტია. ხოლო აქედან 7 წლის შემდეგ, როდესაც სელჩუკ სულთანზე გაათხოვა თავისი ქალიშვილი რუსუდანი, მზითვად გაატანა, გააჩუქა. გააბოროტა ქალაქი და გააჩუქა. იმ დღიდან მოყოლებული ერეკლე მეორის მეფობის პერიოდის ჩათვლით. განძა გადაიქცეოდა ხოლმე საქართველოზე წამოსული მტრის ნომერ პირველ დასახდენად, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს ბოროტი ხსოვნა, რომელიც იქ დავტოვეთ 1130-იანი წლების მიცულს აღმოფხვრილიყო. ამის ჩამდენი მეფე რა თქმა უნდა სუსტი პოლიტიკოსია, რაოდენ დიდი სარდალიც არ უნდა იყოს და სწორედ როგორც ჩანს დავითი მის პოლიტიკურ ალღოს, დემეტრეს პოლიტიკურ ალღოს დავით აღმაშენებელი. იმიტომ არ ენდობოდა და ქონდა სურვილი, რომ თუ ივარგებდა მისი უმცროსი ვაჟი, ის გაემეფებინათ ქართველებს.
სანამ 14 წლის გახდა დავით აღმაშენებლის უმცროსი ვაჟი დემეტრემ ასე ვთქვათ ჭკუა იხმარა ბჭყალებში და საკუთარი ძმა დააბრმავა რომ ყველანაირი შანსი დაკარგოდა ვახტანგს გამეფების ამის შემდეგ დემეტრი ამის პარალელურად უბრალოდ აგზელებს ესეთ პოლიტიკას ცდილობს სრულ ასიმილაციას საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩენილი სომხების ეს რა თქმა უნდა იწვევდა უკუ რეაქციას ეხლა დემეტრე დედით იყო სომეხი რაც შეიძლება მიაჩნდა რომ თქვა ესეთი მიქსის შექმნა ქართულ სომხურის ძალიანაც კარგი იყო მაგრამ სომხებს ჰქონდა თავიანთი თვითმყოფადობი გრიგორიანული ეკლესია თვითმყოფადობი ენა კულტურა და რა თქმა უნდა ასიმილაცია იწვევდა უკუ რეაქციას გარდა ამისა მართალია სომხეთის როგორც საპატრიარქო ცენტრი ეს იქნებოდა დღევანდელი ეჩმიაძინმაში აღარ საპატრიარქო თუ დვინის შემდგომში და ასევე უმთავრესი პოლიტიკური ცენტრი ანისი საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა მაგრამ გარდა ამისა კიდე სხვა სომხეთებიც არსებობდა ვანის ტბის გარშემო არსებული ხლათის სასულთნო რომელიც კი იყო ჩვენი ყმადაფიცი მაგრამ მაინც ცალკე ითვლებოდა და კიდევ ამ დიდი კლიმატური ცვლილების გამო და სელჩუკების შემოსევის ფონზე ხმელთაშუაზღვისპირეთში გადასახლებულ სომეხთა სამეფო სამთავრო რომელსაც ერქვა კილიკიის სომხეთი სადაც ასევე მრავალრიცხოვანი იყო მოსახლეობა. მათ შორის ცხოვრობდა ქურთული მოსახლეობა და არამეელები, რომლებიც რელიგიურად, ვინც ქრისტიანი იყო იდენტური სომხების, ხოლო ენობრივად ქურთები ძალიან ახლოს იყვნენ ძველ სომხურ ენასთან და ძალიან მჭიდრო კონტაქტიც ჰქონდათ. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ორი არჩევანი. ჩვენ თუ ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფ სომხეთში აღვადგენდით სომხურ სამეფოს მოვიცოდით თუნდაც კილიკიელ უფლისრულს, ან ვინმე ქართველ უფლისრულ დანიშნავთ ამას. არ ქონდა დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ცალკე სამეფო თუ მოხდებოდა აღდგენა, თქვა ანის სამეფოსი, უეჭველი ამას შეუერთდებოდა. ახლო მომავალში, როგორც ხლათის სულთნთან და ქვეყანა, რომელსაც ჩახარმენთა სახელმწიფო ერქვა, ანუ ისინი რა თქმა უნდა ქრისტიანული ანისისკენ წამოვიდოდნენ, რა თქმა უნდა ამას შეუერთდებოდა კილიკიაც, შუაში მყოფ, თქვა ქურთულ სივრცისთვისაც ეს ხსნა იქნებოდა და ნახევარმთვარის ფორმის საქართველოსთან ხმელთაშუაზღვამდე სივრცე გამოიკვეთებოდა, რომელიც თურქულ ისლამურ სივრცეს შუაზე გააპოვდა. სამხარეს დაჩეუდა რუმის სასულთნო, სამხარეს დიდი სელჩუკური სივრცე და კლიმატის ხელახლა აგრილების პირობებში და სხვათა შორის მერე დაიწყო რამდენიმე საუკუნეში. როდესაც თქვა სამიწაკთ მოქმედო საქმიანობის გაღვივების შესაძლებლობა შეიქმნებოდა, მცირე აზია ისევ ქრისტიანულ სივრცეს დაუბრუნდებოდა ბოლომდე, იმიტომ რომ იქ ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებულ თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო რუმის სასულთნოს მოსახლეობის 90% დღეს დნმ-ის კვლევა ადასტურებს, რომ ეგრეთ წოდებული გასელჩუკებული ძველი მოსახლეობა იყო, იგივე მესხები, იგივე ბერძნები, იგივე სომხები და არა თქვა თურქული სეგმენტი და შენ თუ თქვა კლიმატი და პირობა გეკნებოდა საიმისო რომ აქ ისე მიწათმოქმედებას დაბრუნდებოდი და მოტარაშე მესაქონლეურ მომთაბარე ცხოვრებისთვის თავი დაგენებებინა რა თქმა უნდა ის სივრცე კულტურულად ისე უკან მოტრიალებადი იყო და აბსოლუტურად სხვაგვარა წავიდოდა მსოფლიო ისტორია გარდა ამისა ნახეთ ჩვენ გვიწოდებენ მეფეს რუსთა ხო დავით აღმაშენებელმა ჩამოასახლა ყივჩაღები და ისინი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს შემომავალდნენ მაშინ, მაგრამ დღეს აზერბაიჯანში მოქცეულ ტერიტორიაზე ჩამოასახლა, იმიტომ რომ აჩკარა ჩანს იქ ყივჩაღური მოსახლეობა გააქრისტიანა და ერთგვარად ვინაიდან თურქი ყივჩაღი იყო ენობრივად და გენეტიკურად მონათესავე თურქის სელჩუკის, უკვე თურქულ სივრცეში დაიწყო ქრისტიანული სივრცის, ვთქვათ, ჩადება, ხო? ეს კიდე ცალკე რა მუშაობს, მაგრამ სამაგერო ჩრდილოეთ კავკასიური სივრცე ყირიმიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე გათავისუფლდა და ჩრდილოეთ კავკასიაში ჩვენ მონათესავე ქართული ეკლესიის სულიერი შვილი მოსახლეობა იყო. რა თქმა უნდა, სავსებით რეალური იყო მიგრაცია ჩრდილოეთისკენ და ამ სივრცის, ვთქვათ, კავკასიური ქართულის ფენომენისგან ათვისება, რაც რადიკალურად შეცვლიდა სამომავლო მსოფლიო ისტორიულ პროცესს. თუ გავითვალისწინებთ, რომ იმდროინდელი ქართველობა 5-დან 8 მილიონამდე მაინც იყო მინიმუმ, ეს კი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ერა წარმოგვაჩენდა და დღევანდელ დღეს ვიყოთ 120-დან 180 მილიონამდე დაახლოებით ამას უდრის,
მაშინ რა პერსპექტივები გვესახებოდა ქართველებს სოფლიო ასპარეზზე განსჯამაყურებლისთვის მოგვინდია. მაგრამ ასაკეთებს ამ დროს დემეტრე ცდილობს ასიმილირებას ანისისა, რასაც მოსდევს აჯანყებები, ამას უერთდება სელჩუკური სივრცე და ბოლოს იდება ზავი და იქ ხმანდაფიცად შედადიანთა დინასტიის მუსულმანი ჯდება ხოლმე. შემდეგ კიდე მეორდება ეს. მერე კიდევ იგივე შედეგი. იგივე პროცესები მეორდება გიორგი მესამის დროს და საბოლოო ჯამში მართალია მე-12 საუკუნის მიცულს ანის ბოლოს დაიმორჩილებენ და იქ წარწერებიც ქართული ხდება და იქაური მოსახლეობის 99% მართლმადიდებელი ხდება. მაგრამ მინდა სმენას გავახსენო ერთი ფაქტი, რომ როდესაც 1235 წელს მონღოლები მოადგნენ საქართველოს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ აღმოსავლეთ სამხრეთ საქართველოს დიდი ფეოდალები განსაკუთრებით ეს იყო მხარგრძელთა განშტოებები, უომრად დანებდნენ რუსუდან სხვათა შორის არ დანებდა დედოფალი და გადავიდა დასავლეთ საქართველოში, ესენი უომრად დანებდნენ რატომღაც და იქ ისწრეს ვალდებულებად მონღოლურ ჯარში ბრძოლა სხვადასხვა სივრცეების დასალაშქრად და დასაპყრობად.